ნამდვილად მოვედი, მიდივარ საფრანგეთში, ძალიან მომენატრებით. ასე უცებ გადაწყვიტე და რამდენი ხნით მიდიხარ? კი, პრინციპში ასე უცებ გადაწყვიტე, რამდენი ხნით მიდივარ ჯერ არ ვიცი, ელენა, დიდი ხნით ალბათ. შინელება, რა უსამართლობა, შენ აქ აღარ იქნები და პარიზში იქნები. რა ცუდია. სოფი, ჩვენ ყველას ძალიან მოგვენატრები. ხო, თეკლა? ხო, იცი, მეც რემლებს ვერ ვიკავებ და აივანზე გავავ. Sophie, ანუ მიდიხარ პარიზში იქნები ხო? თუ რაღაც იქნება შეგიძლია რომ დამირეკო თუ ვინმე რამე გითხრა ისეთი ხო ხდები გაწყენინა რაღაცა დამირეკე და მოვალ. ხო, დაურეკე, ჯერ საბუთებს მოაგროვებს, მერე საელჩაში მიიტანს. პასუხს დაელოდება 10 დღის მერე, მერე ფინალის ბილეთის ფულს მოაგროვებს და მაშინვე შენთან გაჩნდება. აი, მომწერეთ ხოლმე და მეც მოგწერთ ბავშვებო. ლაშა, შენ იმეილი არ ვიცი. მეილი? მეილი, ნიკამ გამიხსნა და რა გამიხსენე შენ გამეილი? donlo@gmail.com დაგიწერა რა. არა, იყოს მაგა დავიმახსოვრეთ, მოდი ჩაგეხუტო, ძალიან მომენატრები. Sophie, ხომ იცი, გზავრობის წინ ყველას გადაკოსნა და ჩახუტება არ არის საჭირო. მაინც 1000 ვირუსია და მართალი ხარ ნიკა. მე თეკლას დაუძახებ. მე მიდიხარ სოფიკო. მიდეკო. აი მე როგორ გავძლებ უშენებ არ ვიცი. აი რითი შევივსო ეს სიცარიელე. სასუნა რომ ვიყიდო. ხო, კარგი, აბა კარგად იყავი. რას ჩამომიტან რომ ჩამოხვალ? თეკლა რას ჩამოგიტან და მოდი ჟურნალებს ჩამოგიტან. მართლა? კი მართლა 2007 წლის მოდი ჟურნალებს ჩამოგიტან რომ შედარებით თანამედროვეც ჩაიცვა ხოლმე. ნახვამდი ბავშვი. ნახვამდი. მე ზღება საფრანგეთი, სიყვარული წამართა. წავიდა სოფი და გაყვა ჩემი გულიც. ხო, ალბათ აეროპორტამდე აცილებს. ხო, აბა 2 წამგულს თვითბინაში არ შეატანინებენ. შებიძია, გული გაქვს გატეხილი? კი. მეც. კიდე არაყი მოვიტანოთ და დავლიოთ. 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 ლაშა, რა უნდა დალიოთ? ნიკა, რა უნდა დავლიოთ? დაგველია რა. გამარჯობა სიცოცხლე. გამარჯობა სიცოცხლე. როგორ ხარ? როგორ და აი კლიენტებს ხო ხედავ? 5 წუთია რაც შემოვიდნენ და უკვე ნერვები მომიშალეს. იცი როგორ ადამიანები არიან რაღაცნაირად. რაღაცას გეტყვი და მე გადაწყვიტე ამ ადამიანებზე ცუდი მითხრა თუ კარგი. ესენი ჩემი მშობლები არიან. მართლა?
რა საყვარლები არიან. ისე სხვათა შორის ესე საყვარლად ჩემთვის ნერვები არავის არ მოუშლის. მინდა გაგაცნო და ხო ხტები არა ოჯახის შექმნას ვაპირებს და. ой, მე ხა გავგიჟდები. სიხარულისგან. მოდი ჩემი მშობლები გადაარია შენებურად დატრიალდი ახლა მუში წამოვიღე და ცივიწყალ. თათია გაიცანი ეს ჩემი მშობლები არიან ეს დედა ეს მამა ეს კი თათია ჩემი საცოლე კარგი გოგოა მოიცადე დაველაპარაკოთ ვიფიქრე მოგეწონა თქვა მართალი ყოფილხარ შვილო საჯიკი მართლაც რომ ოკეანესავით მშვენიერია ძალიან მიხარია რომ ჩემი შვილი გიყვართ ალბათ მადლობთ დედა ჩემი ასეთ ბედნიერი არასოდეს მინახავს მართალი კარგი გოგო თმებს როდის დაივარცხნ ხშირად თმებს ნუ დაიხევ ხშირი თმის დახვევა თმის ჩვენას იწვევს არ გვინდა მელოტირდა ბუნებრივად აქვს ასეთი კარგი ნუ გაისწორე ერთი კარგია ადგა დაჯდა კარგია ოჩახ აიგრე ამე რატო გაჩერდი? შენ არ გაგიგია ბევრი ვარჯიში რომ არ შეიძლება რატო იცი მე გვინკითხე ჩემი სხეული მეუბნება ახლა ალბათ კუნთები მეტკინება იცი რა არის კუნთები რომ გაგიჩნდება მაშინ გეკინება მაგრამ 1-2 თვე არ გეკინება ჯერ მგეშინია მე მივხვდი რატო ხარ ეგეთი თანთალა ეგ მეც ვიცი იმიტომ რომ მიხდება არა იმიტომ რომ მთელი ოჯახი ხართ არასპორტულები ნიკა მან ჩემი შაროლი და მომეწოდე რა თეკვად გეხვეწები ჩემი სახში აიტანე და დადეკა აი ხო გითხარი რა უთხარი გოგო რა უთხარი და ის რომ არასპორტულები ხართ მთელი ოჯახი ჩვენ და ბოლოს როდის ივარჯიშებ? არ მახსოვს. აი მაგიტომ ხართ არასპორტულები. არასპორტულები კი არ ვართ, უბრალოდ მეხსიერება მაქვს ცუდი. იცი რა მე დავბოდი კუსტბაზე ადრე მაგრამ დავალებით და რატო? იმიტომ რომ ის კალათბურთელი ბიჭები აღარ დარბოდნენ და მე რა მივხვდი. ხო. იცი რა გოგოებო მე და ნიკუშა სულ ვარჯიშობთ. ეხლაც ვაპირებთ ვარჯიშს და შეგიძლიათ რომ შემოგვიერთდეთ. ვა რა მაგარია. თან წონაში მინდა ცოტა დავიკლო. ხო და თუ გინდა რომ დაიკლოთ რა შეიჭერდა დაიკნებ. ძალიან სასაციოა. გადაკია ქვითი დავიწყოთ. ჯერ დავიწყოთ ძალიან მარტივი სუნთქვის ვარჯიშებით. ცხრით ვისუნთქოთ. მე წავალ აივნის კარს გავაღებ თორემ იმ ხელშეუხლებით სუნთქავთ რომ ჰაერი აღარ თათია ერთი ლუდი მომიტანე რა მიდი რა მიდი გავა იყო დაჯი იყო არ გიქნები ესენ ჩემი მშობლები არიან დედა, მამა, ეს პადა, ჩემი მეგობარი. ხო ის თათიას გასაცნობად მოვიყვანე, ოჯახის შექმნას ვაპირებ და ხო ხტები რა. რა, ოჯახის შექმნას აპირებთ უკვე? ვალა მაგარია! ვა, გიოსა პროფესორო! რა მაგარია! მე რატო ესეთი მაგარი ამბავი რამდენი ხანი არ გამიგია? თქვენ გილოცავთ თქვენი შვილი და სულ ასეთი მაგარი ამბები განებოს. რა მაგარია, როგორ გამიხარდა თქვენი გაცნობა, როგორ გამიხარდა? მე სასია მომო. თათია შვილო
ეს გამომართვი ჩვენგან საჩუქრად. გამომართვი ფულია. როგორი ბეჭედით გინდა ისეთი იყიდე. გამოგერდოს. დიდი ხორცელი არ გვექნება. 12-15 კაცშა დავსხდებით და ეგარ. ახლა მე ისა რა ქვია ბაბუა მყავს ხარაგაუში ხო და იმან გამომიგზავნა არაჩვეულებრივი ღვინო მაქვს სუფთა ალადასტური 3 ლიტრი მაქვს მაგრამ მთელი ხორცელის დათვება გაოგნებულები იქნებიან სულ ყველა რა ვიცი ხო ბატონო ჩვენ არ ვსვამთ მაგრამ ღვინო წამოიღე მაინც ღვინის ელექტროლიტური თვისებები მაინტერესებს ელექტროლიზის დროს ანოდზე და კათოდზე რა სახის ნალექი გამოიყენება ძალიან კარგი ბიჭია ჩემი ზალი. უკაცრავად ბუდიში ქალბატონო ეხლა რა ბრძანეთ? არაჩვეულებრივი ბიჭია ჩემი ზალი. ზალი სორგო დანანანა რა მაგარი ზალი ჩემი ზალი ძალიან ხიარია მე წავალ ზალი ლაშასთან რაღაც საქმე მაქვს და ეს რა ქვია მე დავუბრუნდები აბა კარგად იყავი თათია ჩემი ზალი ძალიან კარგი ბიჭია ძალიან ხიარულია ცოტა ცანცარაა მაგრამ იმედია შენ გამოასწორებ ხომ გამოასწორებ შენი იმედი მაქვს შვილი ზალს გამოვასწორებ აუცილებლად. კარგი წავედი. ხურდა დაუტოვე მაინც ჩვენი სარძლოა და ძალიან ბევრი იქნე. რა სუნთქვაში ვარჯიში ვიცი სუნთქვა ხო იცი აბა მიდი იატაკს დაადე ხელები ოჩახ ეგრე არა აი ეს აი ხედავ არ გამოგდის ეგ იმიტომ რომ მოკლე ხელები მაქვს მაგას მეც ვაკეთებ დი გააკეთებ ყოჩახ თეკლა ძალიან მაგარია ყოჩახ კი არა მომეხმარე ვეღარ სწორდება შალე ცოტა დაგეკი შენაკ კიდევ დავისვი არა მოიცადე ეხლა მე აქ დავდგები და რასაც გავაკეთებ ყველაფერი გაიმეორებ ნიკა იცოდე გააკეთე ყველაფერს ვხედავ მარტო მე რატომ ხედავ იმიტომ რომ თან თალახარ თან გაიღიმეთ ბატონო პროფესორო ძალიან გამიხარდა თქვენი და თათიას ამბავი. კარგი გოგოა თათია. მეც კარგი. არა, კი, ვინგედავებათ. ხო, ეხლა რაზე დაგიბარეთ? მოკლედ მე და პაატამ ვიფიქრეთ ხო, მე და ლაშამ. ხო, ჩვენ ანუ რა. ვიფიქრეთ რომ ეხლა თქვენა თათია ალბათ შეუღლდებით, მოიყვანთ ცოლად, დაოჯახდებით, მე დრო აღარ გექნებათ რომ გაერთოთ, დრო ატაროთ, უფრო მეტად დატვირთული იქნებით და ვიფიქრეთ რომ იქნებ ეხლა დღეს რომ რაღაც ესეთი კაცების საღამო რომ მოვაწყოთ. მოგონა გამოვიძახოთ რომ რაღაცა გვიცეკოს ამ მოგონა სასმელებს ამოვიტანთ რაღაცა. ჰა, ბატონო პროფესორი, ჰა? აქეთ გადავშიდეთ. და მანდექნა, ანუ აქედან უკეთესად გამოჩნდება. ეგრე რა ბატონო, ძალიან კარგი. ხო, ერთი პრობლემა აქვს. რა პრობლემაა? რადგან ის მოცეკვავე გოგო რომ მოაქვს, თავის სიმღერებს წამოიღოს და მე უცხოური მუსიკები არ მიყვარს. და არც ეგ არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ბოლო არ ჩავარჩევინებთ იმ თავის სიმღერებს და ბოლო ჩვენ წავიღიღინებთ და ეგ არის. თქვენ რას წაიღიღინებთ? რას წავიღიღინებთ და იმას, რა ქვია,
Snehulebanze. Why ამას არა? კი, მაგრამ მაინც არის ერთი პრობლემა. რა? რადგან ვერ უსტვენ მე. ვერ უსტვენ როგორ უსტვენ? თუ ის გოგო რომ მოვა და ცეკვას რო დაიწყებს, ემოციები ხომ გამოვხატო და სხვანაირად არ შემიძლია ემოციების გამოვხატვა რა. არც ეგ არ არის, ეხლა ნუ შექმნით პრობლემას, ბატონო პროფესორო, ბოლო ის მოცეკვავე გოგონა გამოვიძახოთ, ჯერ თავარი ეგ არის. მოცეკვავე გოგო კი არ უნდა გამოვიძახოთ, უნდა გამოვიცეკვოთ. რა კარგია, ზალი. აი ნახე რა ადვილია, ხო ხედავ აი? თეკლა შენ რატო არ აკეთებ? თეორიულად სწავლობ ჯერ. აბა აბაზანაში შევწყალში ხომ ცოტა გამოვხიფობები. ხო, იცი რა ნუზარმაცობ თუ შეიძლება მოვიდროთ, ეხლა სანთლის ჯერია. ხო, სანთელზე შემოგიერთდებით. სანთელი. ეცობა მაღალი წნევა მაქვს, ყველაფერი უკუღმა მეჩვენი. აი მე ცოდათ ხარ ქალბატონო. აი მე კარგად როგორ ვიქნები ელენე, რაც შემაინდირამ გამიკეთა, სალაპარაკო გამიხადა მთელი კორპუსის. ვერავის ვეღარ ვლანძღავ, დავდივარ ასე ყველა სუძილის სახელში. ხოხედა. ამ ფრიდანაც გამასწრო, ჩასაფრებული ვიყავი მთელი დღე. მიდოდ ერთი კარგად გამომელანძღარო, გულს მომშვებოდა, მაგრამ გამასწრო სადღაც და ვეღოდები არა არ გამოჩნდა, არა, არაფერი არ გამოჩნდა. ოხ, თეკლა, შენც კარგი გასავლანძღი მყევ ხარ რა? ნუ დეიდა. რატო და გაყოლოდი ფრიდონის ბიჭს ესე დღეში ხო აღარ ჩავარდებოდი. კარგით დაწნარდით ქალბატონო, ნუ დამშვიდით. ასეც უნდა თუ იყო გასამოდი. ანუ მოძრაობა არ შეიძლება მეთქი. აი მე რო არ ამოსულიყავი, როგორ გაიგებ დედო ცუდად ხარ? დაგერეხათ და ჩამოვიდოდით. აბა ხო ეს ზურზუდი სამი მქონდა იქა. იმით გამოვედი. ხო, გამოვიცეკვოთ, კიდე გამოვიძახთ რა პრობლემა. ხო, კარგით, არ არის პრობლემა, გამოვიცეკვოთ, გამოვიძახოთ. ლაშა რა უნდა კითხო, შენ 4-ვე ცოლის მოყვანაზე ერთ და იგივე გოგო გამოიძახე თუ გამოიცეკვე თუ რა ვიცი, ხო? კი. ხო, ანუ ახლობელი გამოდი შენ, მიდი დარეკეთე, ხო? მიდი. არ მინდა ეხლა ეს ვაიმუნობა რა. მიდი. ისე სხვათა შორის მიმარხეთი სტრიპტიზ კლუბის ნომერი. დავრეკოთ იქ და რა, მოიცა, აბა რა გქინე შენ სტრიპტიზ კლუბის ნომერი? დადი ხარ სტრიპტიზ კლუბებში, ჰა? რას დავდივარ, ერთხელ ნაშრომი ვიყავი და ჩამიწერეს ბიჭებმა ამაში. წაშლაც არ ვიცი როგორ არის თორე. მიდი დარეკე, მიდი. აი რა შევე ახლა აღარ იყოს კაცო. არა უშავს პრობლემა არ არის თუ არ გავიდა, თუ არ არის ყურმელი, ბოლო მე ვისნობ ერთ ხალხური ცეკვების სოლისტ გოგონას და იმას გამოვიძახებ და კამზე განდაგანაც იცეკვებს. არო, ვიქნო ბატონო პროფესორო. კარგი, ძალიან. მოიცადე. ალო. გამარჯობათ, მამაკაცების კლუბია? ხო, მე ვარ მაშინ. რა ვიცი არ ამიშავს, ხო რა ვიცი, ხლა აღარ მქონდა დრო რომ შემოვერბინა თქვენთან და ხო ლიზი როგორ არის? ჩემგანაც. ხო რაზე გირეკავთ ახლა? მოკლედ გოგონას გამოძახება გვინდა რა და ხო. კი. მისამაც ახლა ჩაგაწერინებ. ვაიმე ჯანდაბას ჩემი თავი, ელენე, ჩემი თავი ჯანდაბას რა დღეშია, ჩემი ემზარი რა დღეში ჩამგო ამ ჩერჩეტრა გოგო. ისე დღეშია ჩემი ემზარი, ისე ერიდება გვერდზე კორპუსში ზის დილიდან და გამომელთან სვა. ეს გაუხმება ის ლოთითა. რასაჩი ქალბატონო, ძალიან კარგი ბიჭია ეს ბობი, ხო. ვაიმე ელენე, გააჩერე შენი ძიზა თორი მუსტაურ პოზაში მივა და გამოვკვანდა.
მინდოდა წითელ დიპლომიანი სიძე შემოსვლოდა სახში და გამიქნა ჩემო გოგომ წითელ თავიანი კაცი შემოყვანა სახში. ვაიმე და ვაიმე. დამშვიდით ხალბეტონო, სხვათა შორის კატო მიცით არაჩვეულებრივი სარელაქსაციო ვარჯიშები. აი, მართლა? ისეთი ვარჯიში არ იცი რომ ფრიდოს და თავის ბიჭს გაუსკრეს ის თავები? ისეთ ხალბეტონო, თუ გინდათ მართლა შემოგვიერთდით. ისე თქვენ არ გაწყენდათ. ხედავდას მეუბნება. მე მთელი დღე ლიფტის ფულზე ადიჩადი მეზობელთან შედი განაცხი გამოდი. ამაზე კარგი ვარჯიში დაგინდა. დედა რა შემაინდა რამე დღეში ჩამაგდო მეზობელთან ვეღარ შევდო და ამოვარდი ქალი ფორმიდანთო. ისეთ ფორმაში ვიყავი. კორპუსში ქალი ვერ მჯობდა. თუ არ ჯერა კითხელენე და თეკლენ. კი ბატონო, კითხავ ახლა, კითხავ ერთ თვით. რა ფორმაში გინდა ჩაცმული რომ მოვიდეს ის გოგო მოწვა? რა ფორმაში მე რა ვიცი. არა, რამე პროფესია აირჩიეთ, რო? იურისტი. იურისტი? რა იურისტი? რა იურისტი? ფილოლოგი. ფილოლოგი და ეკონომისტი, ბუღალტერი. ექიმი. კარგია ექიმი? კი. ალო, ექიმია, ხო. ხო. კარგი ლოლა რამე ურჩია. კარგი, ხო, მოკლედ, კი ბატონო, კარგი საღამოს აქვს, ველოდეთ. გადაწყვეტა ექიმი ესე იგი. ხო, რა მაგარი იქნება ექიმი. შეგი ყველაფერი მოვაგვარე, საღამოს აქ იქნება გოგონა. ძალიან კარგი. აუ, მაგარია. გიჟდები თავგადასავლებს. გიჟური თავგადა ექიმი. მიყურეთ, იქნებ გული მაინც გადააყო. გაგიყვება, ვერ აკეთებ ხა. გამშვიდეთ გამაყარა. გამოდი ერთი აქე და მიყურეთ. კარგად. შეხედე. ნიკა ბობის და ფრიდენის საქმე ცუდად არის. ნუნუ ვარჯიში დაიწყო. ხო, ჰაერი არ იყო. ეხლა ადგილი აღარ არის. ავედი. ეს ძებია. ხათაშორის ფიზკულტურაში სულ ხუთები მყავდა. შპაკატი და იგივე საშინელი რაღაცები ჩვენ დროს არ იყო. სხვა დრო იყო მაშინ თეკლა. იცი რა იყო მაშინ ჩვენ დროს მოდაში? შეხედე, წინკლავი, განკლავი, ზემკლავი, წინკლავი, ზემკლავი. აი ჩვენ ვიყო, ხაზი იყო. ვაიმე. გამოცეთი და ვაიმე როგორია? ვაიმე სასწაულს მომოუძახე. ვაიმე. ზელა გოგოზე, ერთი წუთი. ხუცის ვიზახებდი ხოლმე სასწაულს და კორპუსში მომწვის თავს. ძალიან თქო გამოიზახოდი რა. სალაპარაკოს გახდია და ისაც ყველა ლაპარაკობს ჩემზე ელენე. აი ინდიას დავურეკავ, ეხლა ვურეკავ და ვეტყვი რომ ცუდად დახის ვარჯიში. არ უთხრა რომ გამპლავის დროს და მე მართ არ უთხრა. გავიდა, რა უთხრა? ინდირას ეკვა არ გამარჯობა. უთხარი რომ საიქიოს გამაგზავნე შენ. შენ საიქიოს გამაგზავნე შენ. ინდირა. აი, ნუ დეიდამ. არაფერი, კარგად არის, კარგად. ცოტა გავაზრიადე, დაგირეკავ მე. მე სასტრაფოს თუ არ ვიძახებთ, ოჯახის ექიმს მაინც დაურეკავ, რა ვიცი, რამე სერიოზული არ იყოს. კი, ოჯახის კი. გამიცემ ცოტა. სად არის ეს გოგო ამდენ ხანს რა? აქამდე უნდა მოსულიყო. მიდი პაატა გახედე ერთი სადარბაზოში გახედე. ვინმე მადაინახოს, მიდი. გახედე, კარგია, გავხედე. გავ კი არ მიზარება, მაგრამ როგორ უნდა ვიცნო ხა ის მოცეკვავე გოგო მითხარი ერთიება. ნეტა როგორ უნდა იცნოს სადარბაზოში მოცეკვავე გოგო, რომელიც სადარბაზოში ცხოვრობს? ინდირა, ბობი, ფრიდონი და ნუნუ. ნეტა როგორ უნდა იცნოს? მიდი პაატა გახედე, ხოლმე ფრიდონმა არ გამოიწევს. წავედი, ვაიმე. მიდი. აბა წავედი. სად არის ამდენი ხანი? მოდი რა შენ კიდე თუ მოდი ხარ, სად არის? გამარჯობა. თქვენ გამოიძახეთ ექიმი? კი. ჩვენ გამოიძახეთ. მოვზანდით, ჩვენ გჭირდება მკურნალობა, მოვზანდით. აბა ბიჭებო, წავიდა მკურნალობა ეხლა, წავიდა. გამარჯობა. ესა თქვენ ახალი ხართ?
არა. არ მეცნობით და მაგიტო. მოგძანდით. ბოდიში დამაგვიანდა. გამოძახებაზე ვიყავ ერთი მოხუცი კაცია. ყოველდღე მიბარებს და მეც დავდივარ. აბურახე? ექიმო. აბა გიცანთ რა გვაწუხებს? არა, კარგი იყო ეს აგვაწუხებს. საინტერესო. ექიმო რა გვაწუხებს? რა გვაწუხებს და ჩვენს მეგობარს მოყავს ცოლი რა. ხო და ხო ხვდებით. ეს მეგობარი მე გახლავართ. გასაგებია ყველაფერი გული აჩქარებული, წნევა მაღალი. ვა, ნახე რა პროფესიონალია, ნახე. ექიმი. ექიმი. დავიწყოთ? უკვე მომცივნებს. გამცივნებთ? ეხლა ვიგაქცენჯობთ სკამი თუ შეიძლება. სკამი გინდა? ექიმო, მე მაინც სანამ დაიწყებს კარს შავკეტავ, თორე პაციენტი არ გავექცეს, ექიმო. ხო. აი, თქვენი სკამი. მადლობა. სკამი. არა. აბა, ჰე. არაგა. საშა, აცალე, თვითონ უკეთესად ეცოდინაში. ხო, ისე პრინციპში კი არა, არ მეცნობა უბრალოდ შეიძლება არ იცის თქო. რაღაცა იქნება რაღაცა ის აქვს, თავისი პროგრამა მიყვება იმას. გაჩერდი. ისა. ექიმო. გინდათ თან მუსიკა ჩავთოთ, ჰა? რა ვიცი, როგორც გინდათ. კარგი, მაშინ ან წავიღინებ. დავიწყოთ, ხო? Na 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 na. Dai, gausi. Daram darara. Magari. Dai. აბა პირი გააგა თქვენი ხმარმა. პირი გააღეო, დაიწყო. ესა, მეც მტკივა ცოტა ყელი ექიმო და, ჰა? თქვენ გაგცინჯოთ. ხო. ლაშა ისი ამაგარია. ის ექიმო, მეც მტკივა ყელი ვეღარ ლაყარავ და გამსინჯეთ რამეც რა ექიმო. ერთი წუთით ხელს მიშლეთ. ბატა, დავაცოდე ეთქობა რაღაც ახალი პროგრამა. ისე მენდე რომ საფითაოდ მოვხედავ სულ ყველას. კი ბატონო, ბოდის გიხდით ექიმო, ხმას არ ამოვიღებ, თუმად ვიქნები. მაინც ხო ხდებით, მეშინია რომ ექიმანინსი რო არ გამიკეთოს. ხომ გიხარით ხელს მიშლით ხო არა? ლაშა რა ხდება? ამაში ვიხდით ფულს? ხო, რა ვიცი, ექიმო, ეს ექიმო ხო. აბა, გვიმკურნანეთ ახლა, ჰე? მე გავიხადო? გაიხადე, ეთქობა რაღაც ახალი, არ მეცნობა მეთქი ვამბობ და ხო, ალბათ ჩვენც რა ვიცი. მადის მეთქი შეიძლება. თქვენ დაიწყეთ და ღმათ თავისთავად ამას მეთქეთ. ახველეთ თუ შეიძლება. ექიმო. ხელს მიშლით. რა ხელს გიშლით რა ხდება შე მე სუსხანერა წარმომედგინე ეს ამათი რაღაცა პროგრამატურას არის და ეს კიდე სუსხო რაღაცას აკეთებს და ნუ თუ ესეთი გარყვნილი ვარ ლაშა შენ გოსო ეს ჩაკუჩი უნდა გამოიყენოთ არ ვიცი არ მგონია არა თუ რამეა დაგიმართეთ არ მოგერიდოთ გვინდა ალო პროფესორ მოგწონს ახლა დავიცი აბა ეს ექიმო თქვენ თუ ხო გოგონა შენ შემოგივით ეს გენიცვით ეხლა თქვენთან რო დავრეკე კი მიპასუხეს ამ კითხვაზე მაგრამ უბრალოდ ბოლოს ვეღარ მოусმინე და აღარ მახსოვს და მოდი კითხავ თქვენ გეტყვი ხო აი თქვენთან იქ რა ექიმების გადა არიან კიდე რა ვიცი მარტო ექიმები ვართ და ძღოლი ძღოლი? ლამაზია ეგ ძღოლი? ვინ თემური? ვერა, თემურიც არ მეცნობა და
ვაიმე, სად არის ექიმი მძინხავს? მალე მოვა ქალბატონო ნუნა. გავხედო? არა, იგი ფადოთ ეკوارდ მოვიყავით დღეს. ვაიმე, გააჩაროს ვინმე ბავშვი თავის მატკიებს უკვე. მე გააჩერე. არა, აქ იყავით და აქედან გააჩერეთ. ნიკა, გაჩერდი. ვაიმე, რატო იგვენებს ექიმი? გახედოს ვინმე ყველაფერი მე უნდა გითხრა? არა, გაჯექი აქ შენ, ხედავ სულად ხარ. ნუ დედა ცოტა უკეთესად არ ხარ. თავისაი თითქოს ცოტა კი. მაშინ თამაში. არა, დაჭი. მოვძანდით. მოიდა. გამარჯობა. ელენე, ასეც ხევა გარე? ასეც არა. ვაიმე, ელენე შვილო, ასე ჩაცმული მოვიდა ეს გოგო? კი. ნიკა, გაიხედე, ეზოში ემზარბიძეს გადახედე, ცუდად ხომ არ არის. მარტო თქვენ ხართ? დიახ. ეს ბავშვი საქონდა იყო? რა იყო, რამე პრობლემაა? არაფერი. ბევრი უცნაური გამოძახება მქონია, მაგრამ ასეთი ჯერ არა. თქვენი სახელი? ეშლი. ეშლი ექიმო. აი ქალბატონ ნუნუსთვის გამოგიძახეთ. გოგო გაათხოვა და ემოციური სტრესი აქვს. ვარა თანამედროვე მშობელი ხართ? ვაიმე, რა კარგი გოგოა, ლამაზი და ექიმი. მეც მაძალებდნენ მშობლები, მაგრამ უარი ვთქვი. არ შემოხდია. ხორთული პროფესია. ვაიმე, არ შეგაწუხებით ეხლა თქვენ, მაგრამ გოგოებმა რაღაცა დამანებეს თავი და გამოვიძახოთო და სხვათა სუმიდა ხოლმე თქვენი გამოძახება, როცა ჩემი ქმარი ცუდად არის, მაგრამ ეშინია. ვისი? მე რა ვიცი ეშინია. იცით რა, მე სახში ოჯახის პირობებზე რა შეიძლება ვახერხებ რაღაცას მე. პროფესიონალი მაინც სხვა. დედა. ბატონო. ეზერვიზია კარგად არის, მაგიდაზე ძინავს. ეს არის ექიმი? კი. სამედიცინოზე ვაბარებ. დავიწყოთ ხომ? ფორონელი ჩქარება, ხო გამოძახებებით მაქვს. ხაი დავიწყოთ. მე შევგამიგეთ სოფიკლოდ. არა, მე არ გავაკეთებინებ მე. სამივე დივანზე დავხედით. Ja. All that I have is all that you give me. რატო ცეკვა ხოთი ცეკვა? აბა ნემსი არაო და. ეშლი, უკაცრავად, აქ რაღაც გაუგებრობა, რაღაც შეგეშალათ. თქვენ არ დარეკეთ, ექიმი გჭირდებაო? კი. ხო და ნაცადეთ. ბოდიში. მოდი აცადეთ, ყობა თერაპიაა ის. ამ ექიმაშია. ვაიმე, კიდევ კარგი ლაშა არ არის სახში. მეოთხე შეყვარებული ეყოლებოდა. ნიკა ეს ორად იცლება. ეს გასტრიტოზე რა შევა და ოპერაციაზე რა შევა. მეგორი დღეს ხაცუდათ არის და კარები გაუღერ. გაიხადა ხო ხედა და აი მის კარი კი არა, ნიკა ნუ უყურე, შედი შენ ოთახში. დედა, მაინტერესებს მედიცინა. ნიკა კი არა. თეკლად ელენე თქვენს ნუ უყურე, ფესით ექიმი მე არასოდეს არ მინახავს. მე მინახავს. ვაა! მამა მალავდა ხოლმე თავის ოჯახში ასეთი ექიმის სურათი.
რა გითხარით უბრალოდ თხოვეთ ქალბატონ ნუნუს წნევა გაუზომეთ მე მე პროფესიონალი ვარ და ესეთი რამე ჩემთვის არავის უკადრებია ვიცით ჩვენ გვეგონა რომ ნამდვილი ექიმი იყავით პირველი კანონი არავითარი ფიზიკური კონტაქტი დიახ მაგრამ ჩვენ ეს როგორ მაკადრა? აგი ექიმო რა მოგივიდა ერთი წუთი მე ჩვენ სხვანაირ ექიმს ველოდებოდით და რაღაცა გამოგებრება მოხდა ერთი წუთი აგიხსნით რა. კარგად ძდამე. არ არის აქ თქვენ ერთი წუთი ეს რა მოგივიდა ეს რა არის როგორ შევწით ეს რა შევწხვით ბატონო პროფესორო რა. რა არის ამბობ მე მაინც კმაყოფილი ვარ. რითი? რა ბრონქები სუფთა მქონია. და თბილისში დარჩები. 3-4 დღე დავრჩები და მე რეისები უკვე იქნება ალბათ. მოგაწარი რა, ამ შელაკატმა როგორ ამოგაწარი კიბერზე ერთი გამაგებინე რა. ხერს მეჭედი და აბა რა სიზავდი? ვის ბოლო ის გოგო. სოფი შენ აქ არწავედი საფრანგეთში? დამაგვიან. ჩემ ბრალი არ იყო მაგვიძა რა მარგა მაგვიძა. აუ რა მაგარი ტიპია მაგვიძა რა. ანუ დაგინახა რომ თკბილად გეძინა და აღარ გაგაგვიძა. მართლა მაგარი ტიპია მაგვიძა. აბა შუანტემა დამიარა დიდას გიფიცე.